მოგესალმებით. მიხარია რომ გამოხატეს დაინტერესება ჩვენი დღევანდელი ვებინარის მიმართ. ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება DGG-ს ჩათვლის მიღების უფლებას. დღევანდელი სემინარი განკუთვნილი სემინარის მთავარი თემა იქნება როგორც ვიაღვნიშნე DGG-ს ჩათვლის მიღების უფლება და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. სემინარი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი დაეთმობა თემის წარდგენას, ხოლო მეორე ნაწილი იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ გამოგზავნოთ კითხვები live Q&A განყოფილების ნაწილში და მე გიპასუხებთ ამ კითხვებზე. ორი სიტყვით ჩემს თავზეც რომ გითხრათ, მე ვარ თეონა პაპიაშვილი, ვიდეო აკადემიის საგადასახადო კოდექსის ლექტორი და აგრეთვე ვიდეო ჯორჯიას საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი. დეტალურად რომ გავიაროთ განსახილველი საკითხები, გამოიყურება შემდეგნაირად. მიმოვიხილავთ DGG-ს ჩათვლის ზოგად წესებს, DGG-ს ჩათვლის დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებზე დაწესებულ შეზღუდვებს, ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებას, DGG-ს ჩათვლას პროპორციული წესის გათვალისწინებით, DGG-ს ჩათვლას ძირითადი საშუალებების მიხედვით და აგრეთვე DGG-ს ჩათვლა ბარტერული ოპერაციის დროს. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, DGG-ს ჩათვლის ზოგადი პრინციპები ეყრდნობა შემდეგს. პირი უნდა იყოს რეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად, სხვანაირად ვერ შეძლებს მიიღოს DGG-ს ჩათვლის უფლება. აგრეთვე მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური საქმიანობა, რომ გადასახდელი DGG-ს თანხა შეიმციროს ჩასათვლელი DGG-ს თანხით და ამავდროულად მას უნდა ჰქონდეს ჩათვლის დადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს ის ზოგადი პრინციპებია, რომლის გარეშეც პირი ვერ მოახდენს DGG-ს ჩათვლის მიღების უფლებას. ჩათვლის დოკუმენტები ვახსნეს და მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. DGG-ს ჩათვლის დოკუმენტებს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია, SIP-ის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება აგრეთვე DGG-ს თანხის ოდენობა, მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აგრეთვე დაფიქსირებული არის შესყიდვის ფასი და DGG-ს თანხის ოდენობა, კოდექსის 166-ე მუხლის პრიმა მუხლის შემთხვევებში, რომელიც ეხება სხვა ცალკეული შემთხვევებში DGG-ით დაბეგვრის ოპერაციებს, რაც გულისხმობს დავალიანების გადახდევინების ღონისძიების ფარგლებში საქონლის შესყიდვას, ეს ოპერაცია იბეგრება DGG-ით და შემსყიდველი პირი შესყიდვის დოკუმენტის საფუძველზე ახდენს DGG-ს ჩათვლას. აგრეთვე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტისას ან და დროებით შემოტანისას და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული დარიცხული DGG-ს თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტები არის ის სრული ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც პირი იღებს DGG-ს ჩათვლის უფლებას. აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით არსებობს შეზღუდვა ჩათვლის ვადებთან დაკავშირებით. შეზღუდვა ჩათვლის ვადებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა, რომელიც უკავშირდებოდა მატერიალურ ანგარიშ ფაქტურას. მატერიალური ანგარიშ ფაქტურით DGG-ს ჩათვლა ხორციელდება ოპერაციის მოხდენის საანგარიშო თვიდან 3 საანგარიშო თვის განმავლობაში ან იმავე ოპერაციის მოხდენის კალენდარული წლის ბოლომდე. ანუ მატერიალურ ანგარიშ ფაქტურაში გულისხმობა ჩვეულებრივი ფურცლოვანი ანგარიშ ფაქტურა და ასევე კომპიუტერით ამობეჭდილი ანგარიშ ფაქტურები. ჩათვლის შეზღუდვა უფრო მეტად მაგალითზე რომ განმარტოთ, ესე იგი პირმა თუ მიიღო გარკვეულ ოპერაციაზე, რომელიც პირობითად განხორციელდა მარტის თვეში და მიიღო ფურცლოვანი მატერიალური ანგარიშ ფაქტურა, მას აქვს შემდგომი 3 საანგარიშო თვე, რომ მოახდინოს DGG-ს ჩათვლა რომელიმე DGG-ს დეკლარაციაში, ან ამავდროულად იმავე წლის არაუგვინის დეკემბრის DGG-ს დეკლარაციაში. დანარჩენ შემთხვევებში ვადის შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული გარდა 2019 წლის ივლისამდე. 2019 წლის ივლისიდან შეზღუდვა დაუწეს და სხვა ტიპის ჩათვლის დოკუმენტებსაც, რომელიც შეეხო ელექტრონულ ანგარიშ ფაქტურას, რომელიც უვადო იყო, საბაჟო დეკლარაციას, SIP-ისთვის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და აგრეთვე სხვა ცალკეულ შემთხვევებში საქონლის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს. თითოეული მათგანი
დეტალურად გავიაროთ. ელექტრონული ანგარიში ფაქტურით ჩათვლას ვადა არ ქონდა დაწესებული. პირ შეეძლო ფაქტურის მიღების მომენტში, როდესაც ნებისმიერ დროს, როდესაც დაადასტურებდა ამ ფაქტურას, როცა უნდა მიაბავდა DGG-ს დეკლარაციას და შემდგომ მოახდენდა DGG-ს ჩათვლას. თუმცა უკვე ახალი ჩანაწერით შეიზღუდა როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩათვლის მიღების პერიოდი და ჩათვლა შესაძლებელია მოხდეს ოპერაციის მოხდენის საანგარიშო თვიდან არაუგვიანეს საანგარიშო წლის ბოლო დეკლარაციის, ანუ დეკემბრის DGG-ს დეკლარაციაში შეიძლება მოახდინოს DGG-ს ჩათვლა. ამავდროულად ჩვენ გვაქვს სამი კალენდარული წელიწადი იმისთვის, რომ კორექტირების გზით დავუბრუნდეთ ოპერაციის მოხდენის წელიწადს და როგორც უკვე აღნიშნე, ოპერაციის მოხდენის თვიდან არაუგვიანეს იმავე წლის დეკემბრის DGG-ს დეკლარაციაში ავსახოთ ეს ელექტრონული ანგარიში ფაქტურა და მოახდინოს DGG-ს ჩათვლა. მსგავსი მიდგომა შეეხება შემდეგი სახის დოკუმენტებსაც, საბაჟო დეკლარაციას, სიტყვის გადახდილი თანხის დამადასტურებელ ქვითარს და აგრეთვე სხვა ცალკეულ შემთხვევებში საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ შემთხვევაშიც გვაქვს მიდგომა მსგავსი, არაიდენტური. მსგავსი, იმიტომ ამბობ, რომ დაწესდა საგადასახადო კოდექსში ჩაიწერა, რომ ამ აღნიშნული დოკუმენტებით ჩათვლა უნდა განხორციელდეს ოპერაციის მოხდენის საანგარიშო თვიდან არაუგვიანეს იმავე წლის ბოლო, ანუ დეკემბრის DGG-ს დეკლარაციისა. თუმცა ამავდროულად ესეთი უწოდოთ ხისტი რაღაცნაირი მკაცრი ჩანაწერი ჩაიწერა, რომ კორექტირების პერიოდიც უნდა იყოს ამავე ვადაში. ანუ რას გულისხმობს? პირობითად თუ აგვისტოს თვეში ჩვენ განვახორციელებთ იმპორტით საქონლის შემოტანა და გვაქვს საბაჟო დეკლარაცია იმისთვის, რომ ჩავითვალოთ ამ იმპორტზე დარიცხული DGG-ს გადასახადი. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ 2019 წლის აგვისტოდან 2019 წლის დეკემბრამდე არც ერთ თვეში არ ავსახეთ ეს საბაჟო დეკლარაცია და არ მოახდინეს DGG-ს ჩათვლა და თუ დადგა 2020 წელი, პირდაპირ რომ წავიკითხოთ ეს ჩანაწერი კანონმდებლობაში, გულისხმობს, რომ თუ 2019 წელს გაცდებოდა პერიოდი და იმავე ვადაში ვერ მოხდებოდა კორექტირება, ჩათვლა უქმდებოდა პირს ამ დოკუმენტების საფუძველზე. თუმცა შინაარსი და ჩანაწერის მიდგომა ესეთი მკაცრი არ ყოფილა, თუმცა დღეის გამარებით ისევ ამგვარი ჩანაწერით არის, რომ იმავე ვადაში უნდა მოხდეს დაკორექტირება დეკლარაციის, თუმცა გამოიცა ბოლო დროს 2020 წლის თებერვალში ახალი სიტუაციური სახელმძღვანელო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რომელიც განმარტავს და უფრო მეტად აზუსტებს, რომ საბაჟო დეკლარაციით პირმა შემოიტანა იმპორტით საქონელი 2019 წელს, 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ამ საბაჟო დეკლარაციით მოიხდინა DGG-ს ჩათვლა, დაბრუნდა 2019 წლის ერთ-ერთ DGG-ს დეკლარაციაში და კორექტირებით ასახა ეს საბაჟო დეკლარაცია და მოახდინა DGG-ს ჩათვლა. ანუ მიდგომა გახდა იდენტური, რაც დაწესებული არის ელექტრონული ანგარიში ფაქტურის შემთხვევაში და ამავდროულად ამ მანუალის საფუძველზე სამწლიანი ხანდასმობის ვადა გავრცელდა ამ დოკუმენტებით ჩათვლის შემთხვევაშიც. ანუ მხოლოდ ჩანაწერი, რომ იმავე ვადაში უნდა მოხდეს კორექტირება და აისახოს რომელიმე DGG-ს დეკლარაციაში ამ დოკუმენტის ჩასათვლელი თანხა, ანუ პერიოდი უნდა ავიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბეგრი ოპერაციის მოხდენიდან არაუგვიანეს იმავე წლის დეკემბრისა, თუმცა ჩვენ ისევე როგორც ელექტრონული ანგარიში ფაქტურის შემთხვევაში, გვაქვს სამწლიანი პერიოდი ვადა, რომ დავუბრუნდეთ ოპერაციის მოხდენის წელში და დავაზუსტოთ დეკლარაცია და წარვადგინოთ შესაბამისი ჩათვლის დოკუმენტი. ეს შეზღუდვები ვრცელდება ჩათვლის დოკუმენტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩასათვლელ თანხას, ანუ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ, პირი უნდა იყოს რეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად, რომ მიიღოს DGG-ს ჩათვლის უფლება, იგი უნდა აწარმოებდეს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც იბეგრება DGG-ით, ან რომ შემდეგ გამოიყენოს ეს უფლება და შეიმციროს გადასახდელი გადასახადი. ამავდროულად მის მიერ ჩასათვლელი თანხა უნდა ეფუძნებოდეს ჩათვლის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. ახლა რომ გავარკვიოთ, ჩასათვლელი თანხა რაოდენობით გაანგარიშდება. ჩასათვლელი თანხა ეფუძნება ჩათვლის დოკუმენტში ასახულ გადახდილ ან გადასახდელ DGG-ს თანხას. ამავდროულად ჩათვლის დოკუმენტის მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი DGG-ს თანხა ექვემდებარება ჩათვლას იმ შემთხვევაში, თუ პირი ახლად რეგისტრირებულია DGG-ს გადამხდელად და ამ რეგისტრაციის მომენტისთვის იგი ფლობს სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ნარჩს.
და აგრეთვე ექსპლუატაციაში შეუძლეს ძირითად საშუალებებს. ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს DRG-ს ჩათვლას DRG-ს გადახდოთ რეგისტრაციის შემდგომ. თუმცა აქვე აღსანიშნია თქვი, მაგრამ მაინც ყურადღებას გავამახვილებ, რომ მარტო სახეზე არსებული ნაშთი ვერ მოგცემს DRG-ს ჩათვლის მიღების საშუალებას, თუ არ გვექნება ამ ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს იქნება საბაჟო დეკლარაცია თუ ანგარიშ ფაქტურა მაგალითად. აგრეთვე ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად აღების შემთხვევაში წარმოადგენს დარიცხული DRG-ს თანხა დეკლარაციაში. რო განმარტოთ უფრო კარგად ეს ოპერაცია, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად აღების ფაქტი წარმოადგენს DRG-ით დასაბეგრ ოპერაციას. DRG-ით უნდა დაუბეგროთ იმ დანახარჯების ოდენობით, რაც ჩვენ გავწიეთ ჯამურად ამ შენობა-ნაგებობების საწარმოებლად და როდესაც ამ შენობა-ნაგებობას შევიყვანთ ექსპლუატაციაში, დაბეგრის მომენტიც მაშინ წარმოგვეშობა. იმავე DRG-ს დეკლარაციაში, როცა ჩვენ ავსახავთ დაბეგვაში საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებას, ჩვენ ასევე შეგვიძლია, რომ იგივე ოდენობის DRG ჩავითვალოთ ჩასათვლელი DRG-ს თანხის ნაწილში. აქვე აღნიშნავ, რომ იქნებით ინფორმირებული DRG-ს კარი სრულად იცვლება 2021 წლის იანვრიდან ჯერჯერობით კანონპროექტია გამოცემული, რომელიც საბოლოო სახით არ გვაქვს ამ ეტაპზე შეგადაშეგი იცვლება ხოლმე, თუმცა ჩანაწერი არსებობს ამგვარი, რომ საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დარიცხული DRG თუ პირს შეუძლია, რომ სრულად 100%-ით ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში მას მოიხსნება ვალდებულება, რომ ფორმალურად DRG-ს დეკლარაციაში ასახოს როგორც დარიცხვის ნაწილში, ისე ჩათვლის ნაწილში. ფინანსურად შედეგი მართლაც ნულია, გადასახადზე გავლენას არ ახდენს და ამიტომაც დამატებითი ადმინისტრაციის კუთხით შეიძლება გამორჩენოდა, აქამდეც იყო ხოლმე მსგავსი ფაქტები, რომ დავიწყდებოდათ ხოლმე ასახვა, იმიტომ რომ დარიცხვაც და ჩათვლაც ერთმანეთის ტოლფასი იყო. უკვე ახალი კარის ამოქმედების შემთხვევაში, ამგვარ შემთხვევაში თუ 100%-ით ჩაითვლის ამ ოპერაციაზე პირი DRG-ს თანხას, მას აღარ ექნება ვალდებულება, რომ ასახოს დარიცხვაში და ჩათვლაში. და აგრეთვე უკუდაბეგრის ნაწილში, უკუდაბეგრის დარიცხული DRG წარმოშობს საფუძველს DRG-ს ჩათვლის. ანუ თუ პირი უკუდაბეგრის დარიცხვას ასახავს DRG-ს დეკლარაციაში, იმავე DRG-ს დეკლარაციაში აქვს უფლება, რომ იგივე თანხა ასახოს ჩათვლის ნაწილში. შესაძლოა ნაკლებად საინტერესო იყოს, უკვე ხანდაზმული პერიოდია, მაგრამ აქვე დავსწრე, რომ 2015 წლის 1 ივლისამდე უკუდაბეგრის DRG-ს ჩათვლის საფუძველი იყო ამ უკუდაბეგრის DRG-ს გადახდის ფაქტი. თუ გადახდილი არ იქნებოდა, ჩათვლას ვერ მიიღებდა პირი. უკვე 2015 წლის 1 ივლისიდან უკუდაბეგრის დარიცხვა DRG-ს დეკლარაციაში ასახვა წარმოშობს მისი აგრეთვე ჩათვლის საფუძველსაც. აქვე მინდა რომ ერთი საინტერესო სიტუაციური სახელმძღვანელო გავიაროთ ნომრის 1119, რომელიც ასახავს DRG-ს გადამხდელ პირებს შორის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ოპერაციას. როგორც წეღან აღნიშნე, DRG-ს თანხა გაანგარიშდება ჩათვლის დოკუმენტებით, გადახდილი ან გადასახდელი DRG-ს თანხის ოდენობით. ანუ პირობა არის სამდაგვარი, რომ ან გადახდილი უნდა იყოს DRG, ან გადასახდელი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის 15 მაისის სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც ახლა მოტანილია სლაიდზე, განსხვავებულ და კარგ პრაქტიკას აყალიბებს უსასყიდლოდ მიწოდების, საქონლის მიწოდების შემთხვევაში პირს მიეცა საშუალება, რომ ამ საქონლის საბაზრო ფასზე გამოეწერა ანგარიშ ფაქტურა B ასევე DRG-ს გადამხდელი პირისათვის და B პირს მიეცა უფლება, რომ მიეღო ჩათვლა ამ ანგარიშ ფაქტურით. თუმცა აქამდე ამ პერიოდამდე არ იყო ამგვარი პრაქტიკა დამკვიდრებული, რომ უსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში გამოიწერებოდა ანგარიშ ფაქტურა. ზუსტად ამ სიტუაციურ სახელმძღვანელოში შეფასების ნაწილში მსჯელობა მოყვანილია იმ კუთხით, რომ ანგარიშ სწორების მიუხედავად თუ გამოიწერება ანგარიშ ფაქტურა მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე, მიმღები პირი შეძლებს მიიღოს DRG-ს ჩათვლა. აქვე აღნიშნავ, რომ გამყიდველი მხარისთვის DRG-ით დაბეგრის კუთხით არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ როგორც ვიცით,
მოსასყიდლოდ მიწოდების შემთხვევაში გამოიყენება კოდექსის მე-18 მუხლის რეგულაცია და საბაზრო ფასის პრინციპით იბეგრება მიწოდებული საქონელი თუ გაწეული მომსახურება. ერთადერთი ადმინისტრაციული კუთხით დაემატა ის, რომ საქონლის მიმღები მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გამცემ პირს დაევალა ფაქტურის გამოწერის ვალდებულება. აქვე მანუალში არის შენიშვნა, რომ გარდა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისა, მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევაშიც მოქმედებს ეს მანუალი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ ზოგად პრინციპებზე, რაც არის აუცილებელი, რომ მივიღოს DGG-ს ჩათვლა. გარდა ამისა, DGG-ს ჩათვლის აუცილებელი საფუძვლები უნდა გავიაროთ. ანუ DGG-ს ჩათვლა აქამდე ზოგადი პრინციპების მიხედვით აუცილებელი იყო, რომ პირი ყოფილიყო რეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად, ასევე მას ჰქონოდა ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მიიღო DGG-ს ჩათვლის უფლება. გარდა ამისა, აუცილებელ საფუძველს DGG-ს ჩათვლისთვის წარმოადგენს შემდეგი ფაქტები. ის საქონელი და მომსახურება, რომლის შესასყიდადაც გადახდილი DGG გვინდა რომ ჩავითვალოთ. თუ გამოყენებული იქნება DGG-ში დასაბეგრ ოპერაციებში, პირს შეუძლია მიიღოს DGG-ს ჩათვლა. DGG-ში დასაბეგრი ოპერაციები რომ განვარდოთ. DGG-ში დასაბეგრი ოპერაცია, DGG-ს 18%-იანი განაკვეთის დასაბეგრი ოპერაცია და ამავდროულად გათავისუფლებული ოპერაციები. DGG-სგან გათავისუფლებული ოპერაციები თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად. ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე. ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები შემდეგია. პრინციპი შემდეგია. პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას, რომელიც გათავისუფლებულია DGG-სგან ჩათვლის უფლებით, მას ასევე უფლება აქვს ამ საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი საქონლის და მომსახურების შესყიდვისას გადახდილი DGG ჩაითვალოს. და მეორე, ჩათვლის უფლების გარეშე DGG-სგან გათავისუფლებულ ოპერაციებს თუ აწარმოებს პირი, მის მიერ გაწეული საქმიანობა DGG-ით თავისუფლდება და თუმცა იგი როდესაც შეეძენს ამ საქმიანობის განსახორციელებად საქონელს ან მომსახურებას, იგი ვერ მიიღებს DGG-ს ჩათვლას. ანუ DGG-ს მიღების აუცილებელი საფუძველი ყოფილა ის ფაქტი, რომ საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნას DGG-ით დასაბეგრ ოპერაციებში, ოღონდ არა DGG-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში. აგრეთვე საქონლის ექსპორტში ან რეექსპორტში გამოყენება თუ ხდება, ამ შემთხვევაში ამგვარ ოპერაციებზე შესყიდვებზე იგი განახორციელებს DGG-ს ჩათვლის მიღებას. ასევე DGG-ს ჩათვლა მართლზომიერია, თუ პირი ახორციელებს მომსახურებას საქართველოს ტერიტორიის გარეთ. და ბოლო CP-ს მიერ უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება და გაწევა თუ მოხდება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, CP-ს მიერ შესყიდვებზე უფლება გააჩნია მას, რომ მიიღოს DGG-ს ჩათვლის უფლება. ახლა გავიაროთ ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც DGG-ს ჩათვლის უფლება გვეზღუდება. ანუ მიუხედავად იმ ყველა დანარჩენი ზოგადი პრინციპისა, რა შემთხვევაში შეიძლება შეეზღუდოს DGG-ს გადამხდელ პირს DGG-ს ჩათვლის უფლება. DGG-ს ჩათვლის უფლება ezღუდება პირს იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებისთვის ან კიდევ წარმომადგენლობითი ღონისძიების ფარგლებში გაწევს ხარჯს და ამ გაწეულ ხარჯებზე გადახდილი DGG-ს ჩათვლას მოინდომებს. ამ შემთხვევაში პირს არ აქვს უფლება, რომ DGG ჩაითვალოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ღონისძიების ფარგლებში მის მიერ მიწოდებული საქონელი ან და გაწეული მომსახურება იბეგრება DGG-ით. ამ შემთხვევაში ეფექტიური იქნება, იგი მის მიერ მიწოდებულ საქონელს ან მომსახურებას დაბეგრავს DGG-ით და ამავდროულად შესყიდვის დოკუმენტების საფუძველზე მოახდენს DGG-ს ჩათვლას. ასევე DGG-ს ჩათვლა არ ხორციელდება ჩათვლის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებზე. როდესაც იგი ამგვარ ოპერაციებს ახორციელებს, მას არ აქვს უფლება შესყიდულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ჩაითვალოს DGG. ასევე ჩათვლა იზღუდება ანგარიშ ფაქტურებით, სადაც არ იდენტიფიცირდება საქონლის ან მომსახურების გამყიდველი მხარე. უკვე
გადამხდელის პირადი პორტალის გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე შეუძლებელია რომ გამყიდველი მხარი არჩენდეს, რადგან ავტომატურად ივსება გამყიდველი მხარის ველი. ეს შეზღუდვა შეეხება მატერიალურ ანგარიშ ფაქტურებს, რომელიც ივსება ხელით, ფურცლოვანია და თუ ვერ იდენტიფიცირდება გამომწერი მხარი ან გამყიდველი მხარი, ამ შემთხვევაში ანგარიშ ფაქტურით ჩათვლა შეუძლებელი გახდება. ასევე ჩათვლა შეუძლებელია უსაქონლო ან ფიქტიურ ოპერაციებზე. ამგვარ შემთხვევებში სხვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებიც ირთვება. უსაქონლო ფიქტიური ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ პირმა ამგვარ ოპერაციაზე, არარსებულ ოპერაციაზე, გარიგებაზე გამოწერილი ანგარიშ ფაქტურით მიიღო DGG-ს ჩათვლა, ყიდულს ჩათვლა უქმდება და გარდა ამისა, ირთვება კოდექსის 280 მუხლის რეგულაცია, რომელიც უკანონო ჩათვლის შემთხვევაში პირს აჯარიმებს DGG-ს ჩამთვლელ პირს აჯარიმებს DGG-ს თანხის 200%-ის ოდენობით. აგრეთვე ჩათვლა ეზღუდებათ პირებს, როგორც ჩვენ უკვე წეგან ვისაუბრეთ, იმ ჩათვლის დოკუმენტაციით, რომელსაც უკვე ჩათვლის ვადა აქვთ გასული. როგორც უკვე ვთქვით, ელექტრონული ანგარიშ ფაქტურა, მატერიალური საბაჟ დეკლარაცია და ასე შემდეგ. მინდა აქვე აღნიშნო, რომ DGG-ს ჩათვლა არ უქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვისას პირმა განახორციელა DGG-ს ჩათვლა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მოხდა ამ საქონლის ჩამოწერა. ჩამოწერა სავალდებულოა, რომ მოხდეს საგადასახადო კოდექსის დადგენილი ნორმების შესაბამისად, აი ამ შემთხვევაში უკვე შესყიდვის დროს მიღებული DGG არ დაექვემდებარება გაუქმებას. და აგრეთვე საქონლის დანაკარგზე არ ხდება DGG-ს ჩათვლის გაუქმება. დანაკარგს ორი სიტყვით განვარტავ, დანაკარგი არის საწარმოო პროცესში მიღებული საქონლის დანაკლისი, იგივე დანაკარგი, რომელზეც დადგენილი არის ზღვრული ნორმები, იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს ოფიციალურად დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზღვრული ნორმები, საწარმოო პროცესში მიღებული დანაკარგი აღიქმება დანაკლისად, რომელიც ექვემდებარება მისი საბაზრო ფასის DGG-ით დაბეჭდას. ეს იყო ის შეზღუდვების ნაწილი, რაც გვიწესდება DGG-ს ჩათვლის მომენტში. ახლა გადავიდეთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე, რომელიც შეეხება DGG-ს ჩათვლას პროპორციული წესით. პროპორციულ წესს რა შემთხვევაში ვიყენებთ? წეგან უკვე აღნიშნეთ, რომ DGG-ს ჩათვლის მიღების უფლება გააჩნია პირს, თუ იგი ეწევა DGG-ით დასაბეგრ საქმიანობას ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ საქმიანობას. მაგრამ თუ ჩათვლის უფლების გარეშე საქმიანობას ახორციელებს პირი, მას არ აქვს უფლება მიიღოს DGG-ს ჩათვლა მის მიერ შეძენილ საქონელსა თუ მომსახურებაზე. პროპორციული წესი რა შემთხვევაში გამოიყენება? თუ პირი საქონელს და მომსახურებას ერთდროულად იყენებს ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და ვერ მიჯნავს ამ საქონელს და მომსახურებას, რომელიც საქმიანობის განსახორციელებას გამოიყენებს, ამ შემთხვევაში პირს უწესდება ვალდებულება, რომ DGG-ს ჩათვლა მოახდინოს პროპორციული წესით. პროპორციული წესით DGG-ს ჩათვლა რას გულისხმობს? პირმა ყოველი საანგარიშო თვისთვის, საანგარიშო თვე DGG-ს მისდევისთვის არის, საანგარიშო პერიოდი DGG-ს მისდევისთვის არის თვე. ანუ ყოველთვიურად ჩასათვლელი თანხა უნდა გაანგარიშდეს ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების ხვედრითი წილის მიხედვით საერთო თვის საერთო ბრუნვაში. ანუ მთელი თვის განმავლობაში მის მიერ გაწეული ოპერაციების რა წილს იკავებს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. თუ მაგალითად პროპორცია გამოვიდა შემდეგნაირი, რომ 20% უკავია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობებს შორის, ამ შემთხვევაში მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე პირს ექნება უფლება, რომ ჩაითვალოს 80%-ის DGG. 20%-ს ვერ ჩაითვლის, რასაც იყენებს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში. გარდა ამისა, დამატებითი ვალდებულება წარმოეშვება გადასახადის გადახდას, ისეთ შემთხვევაში, როდესაც აქვს ჩათვლის უფლების მქონე და გარეშე ოპერაციები. ყოველწლიურად პირი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, ანუ დეკემბრის DGG-ს დეკლარაციაში, ხელახლა გადაიანგარიშოს წლის მიხედვით მის მიერ გაწეული ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებს, რა წილი უკავია მის მიერ წლის განმავლობაში გაწეულ მთლიან ოპერაციებს, ანუ საერთო ბრუნვას შორის და თუ განსხვავებული ოდენობით იქნა მის მიერ წლის განმავლობაში ჩათვლილი DGG-ს თანხა,
თუ უნდა მოახდინოს დეკემბრის დღეს დეკლარაციაში დაზუსტება. დაზუსტება გულისხმობს, თუ მაგალითად ნაკლები ჩაითვალა, ვიდრე მას ეკუთვნოდა წლიური პროპორციის შესაბამისად, იგი უფლება მოსილია, რომ დეკემბრის დღეს დეკლარაციაში დამატებით ჩაითვალოს დღეს თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ქონდა წლის განმავლობაში ჩათვლილი, ვიდრე მას ეკუთვნოდა, რომ ჩაითვალა, ამ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება დღეს ჩათვლის კორექტირების გრაფაში ასახოს და შეამციროს ჩასათვლილი დღეს თანხა დეკემბრის თვეში. საერთო ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისთვის განიმარტება შემდეგნაირად. ეს არის საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის თანხათა ჯამი დღეს გარეშე. დღეს გარეშე თანხა უნდა ავსახოთ საერთო ბრუნვაში, თუ დღეს ჩათვლის თანხას ვიგულისხმებთ, მაშინ ეს პროპორციას გაგიუმჯობესებს, თუმცა არ იქნება მართლზომიერი და გამოიწვევს ჩათვლის ხელოვნურად გაზრდას, რაც აგრეთვე იწვევს დღეს დეკლარაციაში გადასახადის შემცირების ფაქტს და ამაზე გამოიყენება შესაბამისი ფინანსური სანქცია. უფრო დეტალურად და კარგად რომ გავიგოთ ეს წესი, მოდი პრაქტიკული მაგალითი განვიხილოთ. პრაქტიკული მაგალითი მდგომარეობს შემდეგში. წლის განმავლობაში ჩათვლის დოკუმენტების დღეს თანხა შეადგენს 1000 ლარს. დასაბეგრი ოპერაციები 15000 ლარს. დასაბეგრ ოპერაციებში ვიგულისხმოთ როგორც 18%-იანი განაკვეთის დასაბეგრი, აგრეთვე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 85000 ლარს. წლიური პროპორცია დაითვლება შემდეგნაირად. 85000 ლარი, ანუ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების თანხათა ჯამი, უნდა შეეფარდოს საერთო ბრუნვას. საერთო ბრუნვა ფორმირდება მთლიანი ოპერაციების დაჯამებით და გავამრავლოთ ასე, რომ გავიგოთ პროცენტული მაჩვენებელი. ესე იგი, ჩვენს მაგალითზე პირის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ოპერაციების შესაბამისად 85% წილი უკავია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს, ხოლო 15% დასაბეგრებს. შესაბამისად, როგორც უკვე წაღან აღვნიშნე, ამ შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება, რომ ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე მხოლოდ 15%-ის ოდენობით ჩაითვალოს დღე. ჩვენს მაგალითზე პირს უფლება აქვს, რომ ჩაითვალოს 150 ლარი, 1000 ლარის 15%. ახლა განვიხილოთ ორი ვარიანტი ჩვენს მაგალითში. ყოველთვიური პროპორციებით ჯამურად პირმა ჩაითვალა დღე, პირველ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, მეორე შემთხვევაში 250 ლარის ოდენობით. პირველ შემთხვევაში, ანუ ზოგადად ამ წლის განმავლობაში მიღებული პროპორციის საფუძველზე პირს შეეძლო მიეღო 150 ლარის ოდენობის დღე, ხო? ჩაითვალა. დეკემბრის დღეს დეკლარაციაში პირი უფლება მოსილია პირველ ვარიანტში, რომ 100 ლარის ნაცვლად ჯამში 150 ლარი ჩაითვალოს, ანუ დეკემბრის დღეს დეკლარაციაში მას აქვს უფლება, რომ დამატებით 50 ლარი ასახოს ჩასათვლილ თანხაში. ხოლო მეორე ვარიანტში, რადგან მან წლის განმავლობაში სხვადასხვა პროპორციულობით ჰქონდა ალბათ დასაბეგრი ოპერაციები და გათავისუფლებულები ყოველი თვის მიხედვით, ამიტომ სხვადასხვა ოდენობის დაჯდა პროპორციები ყოველი თვის მიხედვით. შესაბამისად, მან წლის განმავლობაში ჩაითვალა 250 ლარის დღე, რაც არამართლზომიერია, იმიტომ რომ მას უნდა ჩაეთვალა 150 ლარი. დეკემბრის დღეს დეკლარაციაში უარყოფითი სხვაობა 10%, ანუ 100 ლარის ოდენობით ექვემდებარება გაუქმებას. პირმა 100 ლარი უნდა ასახოს ჩასათვლილი დღეს კორექტირების ნაწილში, რომლითაც გაიზრდება მის მიერ დეკემბერში გადასახდელი დღეს თანხა. ეს იყო პროპორციული წესით დღეს ჩათვლის საკითხი. შემდეგი თემა შეეხება ძირითადი საშუალებების მიხედვით დღეს ჩათვლის საკითხს. აქამდე რაზეც ვისაუბრეთ, გარდა ზოგადი ნაწილისა, სხვა დანარჩენ შემთხვევებში სულ საუბრობდი, როდესაც პირი იძენდა საქონელს ან მომსახურებას და ამ საქონელზე ან მომსახურებაზე ახდენდა დღეს ჩათვლას. თუმცა ძირითადი საშუალებების შესყიდვის საკითხი ცოტა სპეციფიკური და განსხვავებულია. თუ პირი იძენს ძირითად საშუალებას და მან იცის, რომ ეს ძირითადი საშუალება გამოყენებული იქნება, ან თუ ეს ძირითადი საშუალება გამოიყენება, ისეთ ოპერაციებში, რომლის დროსაც პირს აქვს დღეს ჩათვლის მიღების უფლება. დღეს ჩათვლის მიღების უფლება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა დღეგეთი დასაბეგრ ოპერაციებს, ან აქვს ჩათვლის უფლებით დღესგან გათავისუფლებული საქმიანობები.
ამ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ძირითადი საშუალების მიღების მომენტში, ამ ძირითადი საშუალების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომელიც აგრეთვე ჩათვლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს, ფაქტურა იქნება საბაჟ დეკლარაცია თუ ასე შემდეგ, პირს აქვს უფლება, რომ სრულად მიიღოს DRG-ის ჩათვლა თავიდანვე. ისეთ შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებას პირი გამოიყენებს, ისეთ ოპერაციებში, რომლებიც გათავისუფლებული არის ჩათვლის უფლების გარეშე DRG-სგან, ამ შემთხვევაში პირს არ აქვს უფლება, რომ ჩაითვალოს DRG. და უფრო ყველაზე საინტერესო საკითხი არის ის, როდესაც წეგან პროპორციაზე ვისაუბრეთ საქონლის და მომსახურების შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არის ძირითადების შემთხვევაში, თუმცა ცოტა სპეციფიკურია და განვიხილოთ. თუ პირი ძირითად საშუალებას იყენებს როგორც ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში, მან ჩათვლა უნდა მოახდინოს, DRG-ის ჩათვლა უნდა მოახდინოს კოდექსით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. თუ პირის მიერ ძირითადი საშუალების მიღების წლამდე, წინა წელს, ანუ განხორციელებული ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები საერთო ბრუნვის 20%-ზე ნაკლებს შეადგენდა, პირს შეუძლია ძირითადი საშუალების მიღების მომენტში DRG-ის ჩათვლა მოახდინოს სრულად. და იმ შემთხვევაში, თუ წინა წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები აღემატებოდა საერთო ბრუნვის 20%-ს, ამ შემთხვევაში პირს არ აქვს უფლება, რომ DRG ჩაითვალოს, ანუ საერთოდ არ ითვლის ძირითადი საშუალების მიღების მომენტში. მაგრამ როგორ იქცევა? თუ ჩაითვალა წინა წლის მიხედვით, ან თუ არ ჩაითვალა, შემდგომ ეძლევა თუ არა ჩათვლის მიღების უფლება. ესე იგი, პირმა თუ წინა წლის სურათის მიხედვით 20%-ზე ნაკლები აღმოუჩნდა ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები და DRG ჩაითვალა სრულად კანონზომიერად, წლის განმავლობაში თუ მან ეს ძირითადი საშუალება გამოიყენა როგორც ჩათვლის უფლების მქონე, ისე ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში, იგი ვალდებულია, რომ შემდგომ პროპორციული წესი ისევ გაავრცელოს აი ამ DRG-ის თანხაზე. და როგორი პრინციპით? DRG-ის ჩათვლა და გაუქმება უნდა მოხდეს რამდენიმე წელზე გადაანგარიშებით და კონკრეტულად შენობანაგეობებზე ვრცელდება 10%-იანი 10 წლიანი ვადა, ხოლო სხვა ძირითად საშუალებებზე არაშენებანაგეობებზე 5 წლიანი ვადა. კონკრეტულად პირმა, რომელმაც მიიღო ძირითადი საშუალების მიღების მომენტშივე DRG-ის ჩათვლა სრულად და შემდგომ მან განახორციელა ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები, ამ შემთხვევაში მან ჩათვლილი DRG-ის თანხის 1/10 თანხა უნდა აიღოს შენობანაგეობის შემთხვევაში და ამ 1/10 DRG-ის თანხის დროს უნდა გამოიყენოს მიმდინარე წლის წლიური პროპორცია. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს პროპორცია ჰქონდა 30% 70%-ზე და 30% ექვემდებარებოდა გაუქმებას, წლის ბოლო декларацияში, ანუ დეკემბრის DRG-ის декларацияში უნდა აღადგინოს მთლიანი ჩათვლილი DRG-ის მიათედი ოდენობის 30%. შეიძლება ესე თეორიულად უფრო რთული აღსაქმენია, ამიტომ ჩვენ პრაქტიკულ მაგალითს გავვლით უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის. აქვე აღნიშნავ, რომ თუ პირის მიერ წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლებია, პირს აღარ აქვს ვალდებულება, რომ გადაიანგარიშოს სასაცილო DRG-ის თანხა და გააუქმოს. პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე ძირითადი საშუალებების მიხედვით DRG-ის ჩათვლა გამოიყურება შემდეგნაირად. ჩვენს მაგალითში 2017 წელს პირის მიერ ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციების წილი საერთო ბრუნვაში შეადგენს 18%-ს. 2018 წელს შესყიდული ძირითადი საშუალებების DRG-ის თანხა არის 2000 ლარი. 2018 წელს ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების წილი საერთო ბრუნვაში პირველ ვარიანტში შეადგენს 25%-ს, მეორე ვარიანტში შეადგენს 4%. პირობა რომ კარგად გავაშინაარსოთ, ესე იგი, თუ ძირითადი საშუალების მიღების წლის წინა წელს პირს ექნებოდა 20%-ზე ნაკლები, საერთო ბრუნვის 20%-ზე ნაკლები ოდენობის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები, ამ შემთხვევაში ექნებოდა უფლება, რომ ძირითადი საშუალების მიღების დროს ჩაითვალა DRG. თქვენი მაგალითის საფუძველზე, რადგან წინა წლის გათავისუფლებული ოპერაციები 18% შეადგენს საერთო ბრუნვაში,
ამ შემთხვევაში პირს აქვს უფლება, რომ 2018 წელს შესყიდულ ძირითად საშუალებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა 2000 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სრულად. მივიჩნიოთ, რომ ჩაითვალა პირმა დღგ-ის სრულად 2000 ლარის ოდენობით. დასრულდა 2018 წელი, დეკემბრის თვეში გამოვლინდა, რომ 2018 წელს განხორციელებული ოპერაციები პირველ ვარიანტში ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები ყოფილა 25% მთლიან საერთო ბრუნვაში. ანუ უკვე გავლით თეორიის საფუძველზე ჩვენ 2018 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციაში გვიწევს რა ქმედების განხორციელება. 2000 ლარი უკვე ჩათვლილი გვაქვს რომელიღაც თვეში, არ აქვს მნიშვნელობა, როცა ძირითადი საშუალება მივიღეთ, დაიდგა 18 დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადა და როგორ ვიქცევით. მივიჩნიოთ, რომ ჩვენს მაგალითში ძირითადი საშუალება არის არაშენობა ნაგებობა, ანუ მასზე გამოიყენება დღგ-ის ჩათვლის გადანაწილების 5 წლიანი პერიოდი. 2000 ლარი ჩასაფრელი თანხა ექვემდებარება მეხუთეზე გაყოფას, ანუ ჩვენ 400 ლარი გვაქვს 2018 წელს იმისთვის, რომ ან ჩავითვალოთ ან აღვადგინოთ ჩათვლილი გადასახადი, ან თუ არ ჩაგვიხვია აქამდე, ამ 400 ლარის ფარგლებში ჩავითვალოთ. რადგან ჩვენ უკვე 2000 ლარი ჩათვლილი გქონდა, წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ 25% გათავისუფლებული ოპერაციები გქონია, ამ შემთხვევაში 2000 ლარის მეხუთედზე 400 ლარზე გვიწევს პროპორციული წესის გამოყენება და ამ პროპორციული წესის შესაბამისად 25%, ანუ 100 ლარი ექვემდებარება გაუქმებას, აღდგენას. დეკემბრის თვეში კორექტირების გრაფაში, ჩათვლის კორექტირების გრაფაში უნდა ავსახოთ 100 ლარი და ამოდენობით გავიზარდოთ ჩვენ გადასახდელი დღგ-ის თანხა. იმ შემთხვევაში, რომ შევაბრუნოთ ამოცანა, 18% რომ არ ყოფილიყო წინაწლის გათავისუფლებული ოპერაციების საერთო ბრუნვაში და ყოფილიყო მაგალითად 30%. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნებოდა უფლება 2018 წელს შესყიდულ ძირითად საშუალებაზე მივიღოთ დღგ-ის ჩათვლა. როდესაც დადგებოდა 18 წლის დეკემბრის თვე და ეს სურათი გვექნებოდა, რომ 25% გარეშე გათავისუფლებული ოპერაციებია, ხოლო დანარჩენი დასაბეგრი. ამ შემთხვევაში პირს ხომ ექნებოდა მიიღო უფლება 75%-ის დღგ ჩაეთვალა, რადგან მისი მიერ განხორციელებული ოპერაციების 75%-ით იბეგრება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია. ამ შემთხვევაში ისე 400 ლარი იქნებოდა ჩვენთვის საორიენტაციო თანხა პირველი წლისათვის, რადგან მეხუთედებად ყოფთ, როგორც უკვე აღნიშნე, ეს რომ ყოფილიყო ძირითადი საშუალება 10 წელზე გადავანაწილეთ, შენობა ნაგებობა 10 წელზე გადავანაწილეთ, რადგან არის სხვა ძირითადი საშუალება, ვიღებთ 2000 ლარის მეხუთედს, ანუ 400 ლარის ფარგლებში პირმა მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებული პროპორციის შესაბამისად უნდა მოახდინოს დღგ-ის ჩათვლა. ამ შემთხვევაში 75% დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციაში, ანუ 300 ლარს ასახავდა სასაფრელი დღგ-ის გრაფაში. და მეორე ვარიანტი რომ განვიხილოთ, 2018 წელს ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების წილმა საერთო ბრუნვაში შეადგინა 4%. რადგან 4% შეადგინა, როგორც უკვე აღნიშნე, თუ 5%-ზე ნაკლებია ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების საერთო ბრუნვაში, ამ შემთხვევაში პირს აღარ აქვს ვალდებულება ჩასაფრელი დღგ-ის თანხა გადაიანგარიშოს და უკვე ჩათვლილი თანხა გააუქმოს. ამ შემთხვევაში, რადგან 2000 ლარი უკვე ჩაითვალა, აღარ იქნება პირს ვალდებულება, რომ დღგ-ის თანხა გააუქმოს. როდესაც დადგება შემდგომი წელი 2019, ისევ იგი მიდგომით ისარგებლებს დაცვის მთლიან წლიურ პროპორციებს და უკვე ჩათვლილი 2000 ლარიდან 400 ლარის ფარგლებში ან აღადგენს, ან დაიტოვებს სრულად ჩათვლას იმ შემთხვევაში, თუ 5%-ზე ნაკლები იქნება მის მიერ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. იმედია, მაგალითის საფუძველზე უფრო გასაგები იყო ეს საკითხი. რაც შეეხება შემდეგ და ბოლო თემას, ეს არის დღგ-ის ჩათვლა ბარტერული ოპერაციის დროს. ბარტერული ოპერაცია არის საქონლის ან მომსახურების გაწვრთნითი ოპერაცია. ბარტერული ოპერაციის დროს ჩასაფრელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება თითოეული მხარისთვის მიწოდებული საქონლის ან და გაწეული მომსახურებაზე გადახდილი ან გადასახდელ დღგ-ის თანხას. ანუ რას გულისხმობ? იმ შემთხვევაში ჩვენ როცა რაღაცას ვყიდულობთ, ასეთ დროს ყურადღება ექცევა, რა საქონელიც მივიღეთ, ან რა მომსახურებაც მივიღეთ, მასზე დარიცხული დღგ ჩავითვალოს ჩათვლის დოკუმენტის საფუძველზე.
თუმცა ბარტერის შემთხვევაში მიდგომა არის შეცვლილი. ანუ ჩვენ რაოდენობის რა ღირებულების უბრალოდ საქონელი ან მომსახურებაც გავცვალეთ სხვა საქონელში ან მომსახურებაში, იგივე ოდენობით შეგვიძლია ჩავეთვალოთ DGG-ს თანხა. ბარტერის დროს DGG-ს ჩათვლის მიღების აუცილებელი შემდეგი ორი პირობა არსებობს. ბარტერის შემონაწილე თითოეული მხარე უნდა იყოს რეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად. სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება DGG-ს ჩათვლა. გარდა ამისა, თითოეული ოპერაცია ბარტერული ოპერაციის ფარგლებში უნდა იბეგრებოდეს DGG-ით. ანუ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში ბარტერული ოპერაციის განხორციელების დროს ჩვენ რა ღირებულების, რა საბაზრო ღირებულების საქონელს ამ მომსახურებასაც მივაწვდით, იმავე მასზე დაიწყო DGG-ს ჩათვლას მივიღებთ ჩვენ იგივე ოდენობით. თუმცა როდის მივიღებთ? DGG-ს ჩათვლის მიღების უფლება ბარტერული ოპერაციის დროს გვაქვს იმ დროს, როდესაც მივიღებთ სანაცვლო საქონელს ან მომსახურებას. მაგალითად, თუ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში ჩვენ მარტის თვეში განვახორციელებთ საქონლის ან მომსახურების მიწოდება, ხოლო მაისის თვეში მივიღებთ ჩვენ ამ ოპერაციის სანაცვლო საქონელი ან მომსახურება. მაისის თვე არის ჩვენი საანგარიშო თვე DGG-ს ჩათვლის მიზნებისთვის. ანუ დაბეგვრა მოხდება მარტის თვეში, საბაზრო ფასით, ჩათვლას მოვახდენთ იგივე ოდენობაზე მაისის თვის DGG-ს დეკლარაციაში. ასევე საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ბარტერული ოპერაციის დროს არ გამოიწერება. თუმცა თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალიან საინტერესო სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომელიც 2019 წლის აგრეთვე მაისში, როგორც წინა საინტერესო მანუალი, გამოსცა შემოსავლების სამსახურმა. ამ მანუალის საფუძველზე ძალიან კარგი პრაქტიკა გამოვლინდა, როდესაც ბარტერში მონაწილე ორი ოპერაციიდან ერთი არ იბეგრება DGG-ით, თუმცა ერთ-ერთ მხარეს გააჩნდა DGG-ს ჩათვლის მიღების უფლება და გამოიწერება ამაზე ანგარიშ ფაქტურა. შინაარსი ასახავს კლასიკურ სამშენებლო ოპერაციას, შენობა იცვლება მიწაში, ორივე მხარე არის DGG-ს გადამხდელი, თუმცა შენობის მიწოდება იბეგრება DGG-ით, მაგრამ მიწის მიწოდება გათავისუფლებულია DGG-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. ამ შემთხვევაში მანუალის გამოცემამდე პრაქტიკაც არ ყოფილა და არც კოდექსის ჩანაწერით ვერ ვსარგებლობთ, რომ ერთ-ერთმა მხარემ მოახდინოს DGG-ს ჩათვლა. რა თქმა უნდა, მიწა არ იბეგრება და მიწაზე ფაქტურას ვერ გამოწერდა ერთი მხარე, მაგრამ შენობაზე შესაძლებელი იქნებოდა, რომ გამოწერილიყო. ამ მანუალმა ესეთი საინტერესო მიდგომა ჩამოაყალიბა, რომ შენობის გამცემ პირს უფლება აქვს შეუძლია რომ გამოწეროს შენობის საბაზრო ღირებულებაზე საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა და მიწის პირვანდელი მესაკუთრე, ანუ შენობის მიღები პირს ექნება უფლება ამ საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე მოახდინოს DGG-ს ჩათვლა. თუ რა თქმა უნდა, ეს მიწის მიმწოდებელი პირი, იმ ზოგად პრინციპებს ექვემდებარება და იგი ახორციელებს DGG-ში დასადებ ოპერაციებს და ამ შენობის მიღებაც უკავშირდება და გამოიყენება შემდგომში DGG-ში ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციებში. გარდა ამისა, აღსანიშნავია მანუალით, რომ მიწის გადაცემის ოპერაცია ამასის მიღების ოპერაციად არ განიხილება. ანუ ჯერ ხომ მიწა უნდა გადასცეს პირმა, რომ შემდგომ ააშენოს შენობა და შენობის გარკვეული ფართების დაკმაყოფილოს მიწის პირვანდელი მესაკუთრე. მიწის მიწოდების ოპერაცია ამასის მიღების ოპერაციად არ ჩაითვლება და დაბეგრის მიზნებისთვის DGG-ში შენობის გადაცემა არ დაიბეგრება ამასის მიწის მიღების მომენტში. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი სემინარი ამ თემით დასრულდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელ ვებინარზე დასწრებისთვის. იმედია საინტერესო იყო და გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად ყოფნას. კარგად იყავით.